გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარა პოდკასტი. დღეს დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან. დღეს განსხვავებულად ვზივარ, განსხვავებულად დილას, იმიტომ რომ დღეს მყავს ორი არაჩვეულებრივი სტუმარი და ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო თემაზე. თემა არის მშობიარობის შემდგომი მდგომარეობა ქალის. და ამ პოდკასტს მინდა რომ უყურონ არა მარტო ქალებმა, არამედ მამაკაცებმა, იმიტომ რომ კარგად იცოდნენ რაშია საქმე. ჩვენ დაახლოებით რამდენიმე თვის წინ ვისაუბრეთ ამ თემაზე, ოღონდ სტუმრად გვყავდა ფსიქოლოგი და ეხლა ჩემი სტუმარი არის ანუკა ჭონიშვილი, მე ან გინეკოლოგი და ის მოგვიყვება სამედიცინო კუთხით როგორ და რანაირად ვირთაგდება ეს ყველაფერი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ასევე ჩემი სტუმარი არის მარი გოგუაძე, ორი შვილის დედა, მამსის დამფუძნებელი და ის გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება ამ მხრივ და ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი დიალოგი იქნება ძალიან საინტერესო. ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი, რა თქმა უნდა. ანუკასთან, ჩემი პირველი კითხვა არის ასეთი, რომ პოსტპარტუმი, ეს მშობიარობის შემდგომი მდგომარეობა სამედიცინო კუთხით რას ნიშნავს და როგორ აიხსნება, რას ეძახით საერთოდ ამ მდგომარეობას? გამარჯობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდი, მარიამ, მადლობა შენს. საკმაოდ იშვიათია ამ მიმართულებით საუბარი სამწუხაროდ თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით თუ ეს სამედიცინო, უშუალოდ სამედიცინო კუთხეს ეხება და კარგია რომ მაყურებელიც ამით დაინტერესდა. მშობიარობის შემდგომი პერიოდი ითვლება მშობიარობიდან უშუალოდ 6 კვირის განმავლობაში და ეს ითვლება იმ პერიოდად, როდესაც ქალის ორგანიზმი უბრუნდება მშობიარობამდელ, ორსულობამდელ საერთოდ მდგომარეობას. თუმცა ეს ცოტა ისე რომ ავიღო, ალბათ უფრო საშვილოსნო ზომა უბრუნდება ორსულობამდე პერიოდს, თუმცა ის ჰორმონალური ბალანსი ასე შემდეგ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ საკმაოდ დიდხანს გრძელდება ისე არეულად, როგორც მშობიარობის შემდგომ პერიოდს ახასიათებს და საკმაოდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში ახდენს შემდგომ ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას. ანუ რეალურად 6 კვირაზე მეტია ვიდრე ჩვენ ხო ბევრად მეტი. და უგრძელდებათ ხოლმე ეს რაღაც დიდი ხანი. ძალიან დიდ პრინციპში ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არის, რომელიც ახდენს გავლენას. ეს შესაძლებელია იყოს ძუძუთი კვება, იმიტომ რომ ძუძუთი კვების შემთხვევაში პროლაქტინი, რომელიც ლაქტაციის ჰორმონი არის, ეს გამომუშავდება და არაორსულ პერიოდში, არაორსულ ქალთან ჰიპერპროლაქტინემიას ახასიათებს თავის ტკივილი, მენსტრუალური ციკლის არევა, თავბრუსხვევა, არაპროდუქტიული უნარიანობა და ასე შემდეგ და ეს ჰორმონი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რჩება აწეული, რომელიც ლაქტაციისთვის რეალურად აუცილებელია და უფრო დიდი ხნის განმავლობაში უწევს ქალს ამ ყველაფერთან გამკლავება. კი ბატონო, აი ხა შენ ახსენე ესეთი რაღაც, რომ ეგ საშვილოსნო ასე შემდეგ. რა არის, აი რა პროცესებს გადის ხომ? აი თითოეული დეტალი რო ახსნათ, იქ ჰორმონი, ეგ საშვილოსნო ასე შემდეგ. რა პროცესებია და რა არის ჩართული ამ აღდგენაში? თელი ძალიან საინტერესო. ან ჩემთვის მე სულ ძალიან ისე საუბრობ ხოლმე ამ თემაზე, იმიტომ რომ გონია რომ რაღაც სასწაული ხდება, ზოგადად ორსულობით სასწაული ხდება, იმიტომ რომ რაღაც ერთი უჯრედიდან იქნება ახალი ადამიანი და მერე უკვე აი ეს ახალი ადამიანი როცა ჩნდება ქალის ორგანიზმში, მიდის მთელი რიგი კასკადი ცვლილებების, ჯერ მარტო მთელი 9 თვის განმავლობაში ამ მომატებულ ესტროგენთან და პროგესტერონთან გიწევს ბრძოლა და ეს რაღაცა თერმორეგულაციის დარღვევა და ბევრი სხვადასხვა ეს ხო ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდგომ უკვე აი ეს უბრალოდ უხეშად რო თქვა ეს გასმაგებული პროგესტერონი და ესტროგენი რამდენიმე საათში უბრუნდება უცებ არაორსულ მდგომარეობას. ეს მშობიარობის შემდგომ? კი, იმიტომ რომ ეს ორი ჰორმონი გითხარი რა არის, ვინც არის ის რომ იცოდეს? აი, დაახლოებით რო ავიღოთ მენსტრუალურ ციკლთან უფრო მარტივად რო გავაკეთო, ესე ანალოგი ესტროგენი არის ჰორმონი, რომელიც მენსტრუაციის შემდგომ პირველ ფაზაში, აი როცა ქალები უფრო პროდუქტიულები არიან, ენერგიულები, უფრო ხასიათზე ასე შემდეგ და პროგესტერონი არის მეორე ფაზის ჰორმონი, როცა უფრო შფოთვა, დაღლილობა, ასე შემდეგ ორივე მომატებული
ორივე მომატებული არის ორსულობის პერიოდში და აი მშობიარობის შემდეგ რამდენიმე საათში უკვე ესე ჩამოდის ერთიანად ქვემოთ და მერე უკვე იწყება აი ეს ოქსიტოცინი ჰორმონი, რომელიც ასევე საშვილოსნოს შეკუმშვისთვის მნიშვნელოვანია და ლაქტაციის პროცესშიც აქტიურად გამოიყოფა და შემდგომ უკვე პროლაქტინიც უკვე მაღლა მოდის და ეს ჰორმონები ერთმანეთს ენაცვლება და ეს მიდის რაღაც რამდენიმე საათიან და დღიან შუალედში, რომ ესე გადაიწყობა მთლიანად ყველაფერი. და აბა 6 კვირა რა სჭირდება? 6 კვირა არის საშვილოსნოს, ეს 6 კვირა ითვლება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ესეთი აღწერა არის 6 კვირიანი პერიოდი, როდესაც საშვილოსნო უბრუნდება ორსულობამდელ ზომას. და ითვლება რომ აი ეს მშობიარობის შემდგომ სისხლიანი გამონადენი, რომელიც ლოქიების სახელით არის ცნობილი, შეიძლება 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. და აი ამ პერიოდის 6 კვირის დასრულების შემდეგ უკვე მთავრდება მშობიარობის შემდგომი პერიოდი, რომელსაც ჩვენ სენაზე ქართულად ლოგინობის ხანა ქვია, იმიტომ რომ ხო ადრე იყო რომ ეს 6 კვირის განმავლობაში უნდა იწვევს ქალი ლოგინად და ლოგინობის ხანაც ამიტომ ქვია, მაგრამ ეხა შეიცვალა მიდგომა და პირიქით უფრო აქტიურობისკენ და რაღაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩარევისკენ მოუწოდებთ ხოლმე. ანუ რეალურად ჰორმონები, საშვილოსნოს ყელი და კიდევ რამე არის ისეთი, რაც ბრუნდება, ანუ აი რა არის ისეთი წამყვანი ამ პერიოდში მეტი? რას გულისხმობთ, მიხვდი? აი თქვა მშობიარობის შემდგომ საშვილოსნოს ყელი უნდა ჩადგეს თავისი. საშვილოსნო, თვითონ საშვილოსნო და დაპატარავდეს, აი საშვილოსნო, რომელიც აი ზრავი ძალიან პატარაა, მუჭის ხელა რო ავიღოთ და იზრდება 3 კილოიანი ბავშვის ზომამდე და ის უნდა დაპატარავდეს ნელ-ნელა. უბრალოდ ამასაც თავისი დრო ჭირდება. ხა 6 კვირა, აი სამწუხაროდ ესეც მეორე ნაწილი არის, რომ რატომღაც თითქოს მოლოდინია, რომ როგორც კი ბავშვი გაჩნდება, უცებ მუცელი აღარ არის და საშვილოსნო მეორე დღესვე პატარა იქნება და მეორე დღეს რო იღვიძებენ ეს ქალები და უყურებენ თავის თავს და ჯერ კიდევ საშვილოსნო ცოტა უფრო დიდია ვიდრე ელოდებოდნენ, ესეც საკმაოდ ისეთი სტრესის მომგვრელი არის და დაუჭირდება ამას ყველაფერს დრო ლოგინობის ხანა საკმაოდ არანაკლებ რთულია, როგორც ორსულობა და მშობიარობა, უფრო მეტადაც თუ არა. აი ეგ არის ის, რასაც არავინ არ გეუბნება რეალურად რა ორგონია, რომ ბავშვი გააჩინე, 9 თვე მუცლით ატარე, იმშობიარე და მეორე დღეს შენ თავს უყურებ და გაქმუცელი, რომელიც დაახლოებით აი 7 თვის ორსულს რო აქვს, ეგეთი. ეგ არის პირველი შოკი მე მგონი. იცით ხდები, რომ ანუ ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს, რა მელოდება წინ მე მგონი. და აი ეს 40 დღეც რაღაცა პროტესტი მაქვს მაგასთან დაკავშირებით, რომ არ ხარ, აი 40 დღე გადის და ეს შეგრძნება გაქვს, იმიტომ რომ ექიმი მაგას გეუბნება, რომ 40 დღე გრძელდება ეს პოსტპარტუმი და 40 დღის მერე იწყება კიდევ უფრო მეტი ჭიდილი შენს იდენტობასთან, მენტალურ ჯანმრთელობასთან, ფიზიკური მდგომარეობა უკეთესი გაქვს, მაგრამ ხვდები რომ იქ არ ხარ, სადაც იყავი და სადაც უნდა იყო. ხო, ეს ალბათ უფრო მენტალის, ანუ აქეთ ამ ხარია, რომელიც მენტალურად დასალაგებელი გაქვს და ემაღეზე აუცილებლად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მინდა შენ გაგვიზია რომ აქ კუთხით გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია და უბრალოდ ერთს ვიკითხავ, რეალურად ეს მუცელი არის საშვილოსნოს გადიდებიდან გამომდინარე? საშვილოსნოს გადიდებიდან ნახავს ხო? და მე შვილი არ მყავს და შესაბამისად არ გამივლია ეგ პროცესი, მაგრამ რო გაჩნენ ბავშვებს და კიდევ ძალიან დიდი მუცელი რო აქვთ, ანუ არის ეგ, ხო? ეგეც არის და ნუ ეხა ორსულობის პერიოდში წონაში მატებაც ბავშვს გაჩენასთან ერთად მაქსიმუმ რა ნაყოფ ახალშობილი სანაყოფე სითხე პლაცენტა 5-6 კილო მაქსიმუმ და დანარჩენი მომატებული 10 კილოც რჩება. უბრალოდ ეს ისევ ამბობ და ესეც რაღაც ანუ ამისთვისაც არ ხარ მზად თავიდან რომ გონია რომ აი გააჩენ და უცებ რავი მუცელი ეგრევე თხელი იქნება და გაიული ფეხსა და ყველაფერი ისე იქნება და ექიმები ამას არ ეუბნებით? იცი რა, ამაზე ხშირად საუბრობთ კი, უბრალოდ მე პირადად ჩემს პრაქტიკაში, ჩემს პაციენტებს ხშირად ვეუბნები ამას, რომ ის წონასთან დაკავშირებითაც მშობიარობის შემდგომ პერიოდის დროსაც, როდესაც ხვდები პაციენტებს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია მენტალურ ჯანმრთელობას რომ მიხედონ და საკუთარ ჯანმრთელობას და ეს კვების დარეგულირება და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც არ ვიცი რის ბრალია, უბრალოდ ესე არის თითქოს რაღაც ეს თანამედროვე სამყაროში გადმოცემიდანაც არ ვიცი, ბევრი ფაქტორი არის აქ, რაც ესე წინასწარ განწყობას უქმნის ადამიანს, რომ აი გააჩენს, გაიღვიძებს და მეორე დღეს აი რავი ყველაფერი ისე იქნება როგორც მანამდე და მეორე დღიდან იწყება უკვე მთელი მეორე
ცხოვრება. მნიშვნელოვანია მართლა რას შენაბობ რომ ვიღაცამ უნდა გითხრას ეს. შენ გითხრეს? მე არ მითხრეს და მე რომ ვიმშობი არა, მაშინ არ იყო ეს ხელმისაწვდომი პირველად როცა ვიმშობი არ იყო ხელმისაწვდომი ესე ინფორმაცია დეპრესიის შესახებ და ასე შემდეგ. მაშინ იყო რეალურად 6 წლის მერე არც ისე ხო დიდი ხანია გასული, მაგრამ დღეს უფრო არის, თუმცა მაინც დანაკლისი არის ამ მიმართულებით. და მე მახსოვს ძალიან მძაფრად ამოსყვები ხოლმე ყველგან, ყველასთან ეს როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, რომ გამომწერეს კლინიკიდან, მომცეს ძალიან ბევრი ფურცლები, ეწერა ვიტამინები უნდა დალიოთ, შენ რაღაცა უნდა მოუარო თავს, როგორ უნდა რა უნდა გააკეთო, ბავშვს როგორ უნდა მოუარო, როგორ უნდა აჭამო და დიდი დასტა ფურცლების გამომატანეს. და სახში რომ მივედი, რაღაც მომენტში მარტო ვიყავი, ისე ცუდად ვგრძნობდი თავს და ვერ ავხსენი ეს ცუდად ყოფნა, იმიტომ რომ იცი რომ უნდა იყო ბედნიერი ბავშვი, ყავს ყველაფერმა კარგად ჩაიარა და აი მარტო ვიყავი და ვფიქრობდი რომ ღმერთო, ანუ იქნებ ამ ფურცლებში წერია რამე, რაც აი ხა ახსნის ჩემ მდგომარეობას, ან იქნებ წერია რა უნდა ვუშველო მე ამ მდგომარეობას და აი მახსოვს როგორ გადმოვიღე ეს ფურცლები და ესე გადავფურცლე და ვუყურებდი და არაფერი არ ეწერა. არაფერი არ ეწერა საერთოდ მენტალურ ჯანმრთელობაზე რა და მე რაღაცა შენით იძიებ, შენით გადიხარ ამ გზას, თან ეს პირველი გამოცდილება რო არის რაღაცა შოკის ჩემი გამოცდილება ეგეთი იყო ყოველ შემთხვევაში რომ რაღაც წლის იყო. არ ვიყავი პატარა 28 წლის ვიყავი 27-28 წლის ვიყავი რა. ხო, არა, მზად ვიყავი თან, აი როგორ იცი რა ვკითხულობდი რაღაცებს ვეცნობოდი, მეგონა რომ მზად ვიყავი მაგ ყველაფერისთვის, მაგრამ სანამ არ გამოცდი რეალურად მაგ ყველაფერს, ვერაფერი ვერ გამზადებს იმ მდგომარეობისთვის, იმ ტკივილისთვის, რაც ხო შეიძლება რომ განიცადო. კი ბატონო. ეხლა ცოტა ხანი დავუბრუნდეთ იმას ფიზიკურ მხარეს და სამედიცინო მხარეს. რა გართულება შეიძლება მოყვეს მშობიარობის შემდეგ მდგომარეობას, ანუ თუ არსებობს გართულებები და რა გართულებები არსებობს? საკმაოდ ბევრი, აი ეს პირველი 6 კვირა, რასაც ვსაუბრობდი 40 დღე, რაც ასევე ცნობილი არის. ამ პერიოდში, ყოველდღიურად უფრო და უფრო მცირდება ამ გართულებების რისკები, თუმცა საკმაოდ ხშირია მშობიარობის შემდგომი სისხლდენა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე, მტკივნეულით და საშიშით და პრინციპში ამაზეც ნაკლებად არის ინფორმაცია, ეს არის ლაქტოსტაზის პერიოდი, როდესაც აი პირველად რძის კარგად ჩადგომას ესე ეძახიან ხოლმე, როცა ეს საკმაოდ ახასიათებს მაღალი ტემპერატურაც და ამ პერიოდში თუ კარგად არ იცის, როგორ უნდა გამოიწველოს ქალმა ძუძუ და როგორ უნდა აჭამოს კარგად ბავშვს, ესეთ დროს ეს მაღალი ტემპერატურებით ხშირად ბრუნდებიან ისევ კლინიკებში და შემდგომ უკვე დახმარებებიც და სწავლებაც უფრო მეტად მიმდინარეობს ამ მიმართულებით. და ვინ უნდა ასწავლოს კარგად, როგორ გააკეთოს? არ ვიცი სხვაგან როგორი პრაქტიკები არის, ხა ამაზე მართლა ზუსტად დეტალები არ ვიცი, თუმცა აი ჩვენთან მაგალითად მესაც მუშაობ ლაქტაციის სპეციალისტიც გვყავს, რომელიც ყოველდღიურად მიდის და მელოგინეთა განყოფილებაში ასწავლის, თუმცა ამასაც სჭირდება თავისი სანამ იგრძნობ, როდის შეა ზუსტად რა დროს უნდა აჭამო, ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც დასაწყისში ცოტა განსაკუთრებით პირველად ვინც აჩენს შულს ცოტა აბნევს და აი ეს პერიოდი ცოტა უჭირთ ხოლმე. მე გამიგია ეგეთი შემთხვევაც, რომ ჩემს ერთ ნაცნობს დაემართა ხა გოგონას და რაღაც დაუჩირქდა, კი სიცხეები ქონდა, ისე დონემდე მივიდა, რომ დაიშრო. ხო, ბევრია. ხო, და ვერაფერი ვეღარ ქნა მერე, ანუ მოკლედ ესე მოაგვარა ეგ პრობლემა, იმიტომ რომ სხვა გზა უკვე აღარ ქონდა. ხო. სადინრების დახშობები მთელი თემები არის, რომელიც ძალიან ისეთი რეალურად უფრო მეტი ინფორმაციაც ჭირდებათ ქალებს, იმიტომ რომ მაინც ჯერ კიდევ არის ეს, რომ აი რაღაცა მეზობლის დეიდა მურჩია რაღაც და ის გააკეთა და აი ამ რაღაცებზე ჯერ კიდევ მაინც დგას ჩვენი საზოგადოება, არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც რეალურად და ეს პრობლემა ჯერ კიდევ რჩება, თუმცა განია რომ ნელ-ნელა ეს რაღაც სოციალურ მედიის წყალობით საკმაოდ ბევრი ეს ლაქტაციის სპეციალისტები ინტერნეტში აქტიურად არიან და კარგი ინფორმაციებსაც აზიარებენ და კარგი ჯგუფებიც არის სოციალურ ქსელებში, სადაც ერთმანეთს ურჩევენ და ამ რაღაცებით შემცირდა ალბათ, ვიტყოდი ესე, ვიდრე მანამდე იყო. კიდე რა გართულებები შეიძლება იყოს, არის კიდევ რაღაცები, რაც ყურადღება მისაქცევია, რომ წინასწარ იცოდი ხომ, მაგალითად შევაგუყურებთ ამბერი ორსული გოგო,
ან ახლა გაჩენილი, ვინც არ ელოდება რაღაც შეიძლება მოხდეს. ჩემი აზრით, ანუ აი მშობიარობის შემდგომ სისხლდენას და ლაქტოზასთან ერთად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხშირად როცა ახალშობილი მიყავთ სახლში, აი ახალბედა დედებს არ აქვს მნიშვნელობა პრინციპში შეიძლება მეორე შვილიც იყოს მესამეც ამას არ აქვს არ დიდად მნიშვნელობა ხშირად გონიათ რომ აი მათი მთავარი ფოკუსი უნდა იყოს ახალშობილი და არ ძინავთ კარგად არ იკვებებიან კარგად ეს შემდგომ უკვე მათ ჯანმრთელობაზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ახლა ყველას გაუჩნდება პრობლემა აბსოლუტურად კარგად რომ არ იძინოს საჭამას და მით უმეტეს ქალს რომელმაც ახალხანს იმშობიარა და ძუძუთ კვებაზე ყავს ახალშობილი და აი ეს დეფიციტი უკვე ვიტამინების მინერალების ამავდროულად ყველაფერი საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს შემდგომ უკვე მათ ჯანმრთელობას ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს სწორი კვების და ძილის რეჟიმი დაიცვან მაქსიმალურად. ხო, აი სწორი კვება კაი გასაგებია, მაგრამ ძილის რეჟიმი რანაირად აი ძილის რეჟიმი ხო, აი აქ მან მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორის და ახლობლების დახმარებას, იმიტომ რომ ისედაც გამოუძინებელია, ანუ იბრძოლა ფაქტობრივად თავიდან დაიბადაო რომ ამბობენ, ეგ არის რეალურად მშობიარობა და საკეისრო კვეთაც ორივე საკმაოდ დიდი ტრამვა არის ქალის ორგანიზმისთვის და ამ ყველაფრის შემდგომ, რავი, მე მგონი, ცოტა უნდა დაეხმაროთ რომ გამოიძინოს და ძალები აღიდგინოს, იმიტომ რომ ჯანმრთელი დედა არის ჯანმრთელი ახალშობილი. რომ ეს ყველაფერი უძილობა, კვების ნაკლებობა, დეფიციტი ასე შემდეგ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს, რა თქმა უნდა, იმ მშობიარობის შემდგომ დეპრესიის სიმპტომებს. არის ის, რასაც ვერ იაზრებენ, მე ესე ვფიქრობ, რომ მეტად პირველად ქალები, რომლებიც პირველად გახდნენ დედები, გინდა რომ იდეალური, მეც მქონდა ეგ მომენტი რა, გინდა რომ იდეალური იყო, აი ისიც წესრიგში გქონდეს, სახლის წესრიგში გქონდეს, ბავშვსაც მოუარო, შენც კარგად გრძნობ თავს არ გამოდის ეგრე, აი ყველაფერი ერთად არ გამოდის, უნდა დააპრიორიტეტო შენი ჯანმრთელობა, ბავშვს როცა ძინავს, გეუბნებიან რომ დაიძინე და მართალია უნდა დაიძინო და ცოტა ხანი თავი უნდა დაანებო აი ამ სახლის და რაღაცების თემებს და როგორც ან უკან თქვა ვეთანხმები ნამდვილად, რომ რაღაცა მხარდაჭერი სისტემა გჭირდება ამ დროს ადამიანების, რომლებიც დაგეხმარებიან და შენ ჩამოგშორდება ეს ტვირთი ცოტა ხნით. ეს იდეალურ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ხო? იმიტომ რომ არსებობს შემთხვევები, რომ ამწუხაროთ, რომ მელიც ესე არ ვითარდება და იქ ყველაფერს კეთება უწევს ხომ ქალბატონს, რომელიც ანუ წუხვარ თქო და რაღაც დრამატიზება ამ სიტუაციის რა თქმა უნდა არ მინდა, მაგრამ ნუ არსებობს ეგეთი რაღაცები. რა არის იდეალური არა, აი ოპტიმალური მინიმუმი, რაც უნდა ეძინოს ქალს მაგ პერიოდში, იმიტომ რომ ხო აი ისე ვიცით ხო ჯანმრთელად და მე რაღაცა 7-8 საათი უნდა გვეძინოს და ამ დროს ალბათ 8 საათი საშუალოდ იქნება იდეალური. ანუ როგორ უნდა მართლა მაინტერესებს როგორ უნდა მოიძინოს ბავშვს დაიძინოს დედამაც. ღამით ჩაინაცვლოს მამა და მამამ გამოუცვალოს ან ვინმე სხვამ და მაგრამ ღამით თუ აჭმევს აი ეგ ცოტა ისეთი. ხო, იმიტომ რომ ხა ჩემი მეგობრები რომლებსაც და აუცილებლად მარი შენი გამოცდილება მაინტერესებს ჩემი მეგობრები რომელსაც შვილები ყავთ პირველი ეს ლაქტაციის პერიოდი როდესაც ქონდა ნუ ფაქტობრივად 1 წელი თუ როგორც იყო ყველა ჩაშავებული თვალებით გამოუძინებელი მიუხედავად იმისა რომ მათი პარტნიორები ანუ ქმრები და ოჯახის წევრები იქნება ეს დედა თუ ასე შემდეგ მაქსიმალური ხელშეწყობით იყვნენ მათთან მაგრამ ნუ ეს იმიტომ რომ ღამე გაღვიძება კვება და ის და ეს მაინც უძილობასთან იყო დაკავშირებული. ნუ პირველი 6 თვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია რაც არის ეს ექსკლუზიურად ძუძუთი კვების პერიოდი მართლა ძალიან დიდი სტრესი ახლა არ ჭირდება ჩემი ამდენჯერ თქმა, მაგრამ 6 თვის შემდგომ როცა უკვე ის დამატებითი მყარის კვების დამატებაც უკვე ნელ-ნელა შემოდის პედიატრების რეკომენდაციით, აი მან შეიძლება სავარაუდოდ უფრო რა ნელ-ნელა ხო ან რავი გამოწველა და ხო ეგ უნდა მეთქვა მაგას დავამატებდი რომ როცა უკვე რეგულირებული არის რძე პირველ თვეებში ძალიან რთულია, იმიტომ რომ რომც გამოიწველო და ვთქვა პარტნიორს თხოვო რომ ღამე ადგეს და აჭამოს, მერე ქალს აწუხებს ეს ზედმეტი რძე რადგან არ არის ჯერ დარეგულირებული ლაქტაციის პერიოდი. აი 3 თვის მერე 2 თვის მერე ეგეც შესაძლებელია რომ გამოწვეული რძე მიირთვას ბავშვმა და ამ დროს ქალს ეძინოს. არის რაღაც გზები ძალიან რთულია, იმიტომ რომ მთელი ტვირთი მაინც გადადის ქალზე, რა თქმა უნდა, მთელი დატვირთვა, მაგრამ არის გზები ნამდვილად როგორ შეიძლება რომ შეიმსუბუქო ეს ყველაფერი. ხო, და თან ამ ყველაფერს არა დახმარებით უნდა ითხოვო დახმარება, ანუ არ არის
აქ არაფერი ისეთი რომ მარტო უნდა გაუმკლავდე და მარტო ხარ და ასე შემდეგ პირიქით ეს ხო კარგად ვთქვათ ეგ დეტალი, იმიტომ რომ ქალებს რაღაცა მიაჩნიათ, რომ იდეალურად უნდა გაუმკლავდნენ ყველაფერს და რაღაც და თან ამ ყველაფერს ემატება ის, რომ თუ ადამიანი ქალბატონი მუშაობს 6 თვეში უწევს გასვლას, უწევს რა ხნუ მისი გადაწყვეტილება გავა თუ არ გავა, მაგრამ ეს დეკრეტული პერიოდი, რაც არის ხოლმე სამსახურებში, არის 6 თვიანი ძირითადად, ხო? არ მივიცი სამსახურები, სადაც 3 თვიანია საერთოდ და ისე გადიან. და ამ ყველაფერს ემატება ზუსტად ეგ გამოუძინებელი მდგომარეობა და პლუს მერე გადის. შენ როგორი მდგომარეობა გქონდა ძილთან დაკავშირებით? სტანდარტული ვიტყოდი, როგორც ხდება ხოლმე, მე ძალიან დიდი ხანი არ მძინავს, ჩემი შვილი 2 წლის ხდება მეორე და ჯერ კიდე არ არის ჩემი ძილის სრულყოფილი ისე რომ რამდენჯერმე მაინც მიწევს გაღვიძება ღამე, მაგრამ რაღაცნაირად ეჩვევა ქალის ორგანიზმი ამ მდგომარეობას და უმკლავდება სამსახურსაც, ბავშვების მოვლა,საც, ღამე გაღვიძებასაც ეჩვევი რაღაცნაირად ეგრე ხდება, თუმცა თავიდან ნამდვილად ძალიან რთული არის ეგ ყველაფერი. 6 თვის მერე ხანდახან დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ დედას უჭირს ბავშვის დატოვება და არ უნდა, მაგრამ ეს სამწუხაროდ ვალდებულებაც არის ხონაირად ვერ გაუმკლავდები იმ მთელ რიგ ფინანსურ საკითხებს, რაც ახლავს ოჯახს, ბავშვების მოვლას და ასე შემდეგ. ასე რომ თლად ესე სურვილზეც არ არის, მაგრამ ნუ ხო აუცილებლობას წარმოადგენს ეგ ყველაფერი. თუმცა ხო აიჩვევიან ქალები მაგ ყველაფერს ძალიან ბევრ რამეს გადიან და ძალიან ბევრ რამეს უმკლავდებიან და აი ეს უნდა გაიაზროს მგონია ყველა ქალმა ძალიან კარგად, რომ ძალიან ძლიერები არიან და ალბათ აი ამ გამოცდილებას რო გაივლი, მე კიდე უფრო ძლიერდები და ხვდები, რომ არ არსებობს ისეთი რამე, რასაც ვერ გააკეთებ და ვერ გაუმკლავდება შენი ორგანიზმი. თუმცა აღარ მაინც ფიზიკა და ბიოლოგია მოწყობა. რასთან შეიძლება მივიდეთ ქრონიკული უძილობით რა, თუმდაც რავი 2 წელი, თუმდაც ანუ უძილობაში ხო ხა მოდი ესე ვთქვათ 4 საათი რო გძინავს პირობითად ეს ხო უძილობაა 5 საათი რო გძინავს 2 წელი ეს ხო უძილობაა გამკლავებით ხა ესე ჩვენ კიდე წარმოდგენა არ გვაქვს ადამიანის ორგანიზმი იმდენი რაღაც შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს და გაუმკლავდეს მაგრამ რა აი რა სიწევს რა ის უნდა იცოდნენ მგონი ადამიანმა რომ როცა მიდიხარ მაგაზე რომ 5 და ანუ რა თქმა უნდა არის შემთხვევები როდესაც გამოსავალი არ გაქვს და ესე უნდა იცხოვრო მაგრამ მაინც მე მგონია რომ თითოეული ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას თავის ცხოვრებაზე ხო შესაბამისად მე თუ ვიღებ პასუხისმგებლობას რომ 5 წელი რა იყო და 2 წელი ან 1 წელი თუნდაც 5 საათი მეძინოს უნდა ვიცოდე 1 წლის მერე დაახლოებით ჩემი ორგანიზმი რა მდგომარეობა შეიძლება ჩავარდეს ხო ერთ წელზე ნაკლები დროც დაჭირდება სავარაუდოდ ეს დაქვეითებული ნერვული კოგნიტური ფუნქციები, მაღალი გაღიზიანებადობა, პროდუქტიულობის დაქვეითება, მეხსიერების პრობლემები, ეს ყველაფერი აუცილებლად წამოვა და რაც უფრო ესეთი ახალი პრობლემები წამოვა, რომელსაც ყურადღება არ მიექცევა, ესენი უფრო და უფრო გაღრმავდება მერე. სხვა შორის ამაზე კვლევებიც არის, რომ ეს ნერვული სისტემის პრობლემები, გაღიზიანებადობა, ასე შემდგომ, როდესაც მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან ერთად ებმება, ახალშობილის განვითარების პრობლემებიც მოდის შემდგომ უკვე, იმიტომ რომ როცა დედა ვერ ახერხებს თვითონ კარგად და ჯანსაღად იფუნქციონიროს თავის ახალშობილთან, ახალშობილის განვითარების პრობლემებიც უკვე ნელ-ნელა სახეზეა. ამიტომ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ ყოველთვის ძილის მნიშვნელობაზე და სწორკვებაზე და რეჟიმზე. ხა რავი, ძალიან ხშირია ხოლმე რომ სწორი კვება, ჯანსაღი კვება და ვარჯიში და რაღაცა ეს გამომიწერა ექიმმა, მაგრამ ამ შემთხვევაში მშობიარობის შემდგომ პერიოდში კიდე უფრო დიდ მნიშვნელობას იწენს. და როდის შეუძლია რომ დაუბრუნდეს თქვა ფიზიკურ აქტივობას? ფიზიკური აქტივობა რეალურად აი ლოგინობის ხანა ის 6 კვირა რაც ითვლება 6 კვირის დასრულების შემდგომ ნელ-ნელა უკვე შეუძლია ფიზიკურად აი ვარჯიშს თუ გულისხმობთ ვარჯიშის დაბრუნება ნელ-ნელა ნუ რა თქმა უნდა სუბუქად ჯერჯერობით და იმ დატვირთვით რასაც ორგანიზმი საშუალებას მისცემს მაგრამ 6 კვირის შემდგომ სავსებით შესაძლებელია. ჯვანიერი კონია გეთ გამოცდილება? ვარჯიშს მე ვერ დავუბრუნდი ძალიან დიდი ხანი, იმიტომ ვერ მოვწებნე საკუთარ თავში ძალა და мотиваცია, იმიტომ რომ სულ მერჩი უნდა დამეძინა.
ენერგიო ვიყავი, პლუს ბავშვები სამსახური რთულია ძალიან რა. მე რაღაც მომენტი გამოვწებნა ჩემთვის, მაგრამ მანდაც სისტემატიური რო იყო და გაყვე ესე ჯანსაღ ცხოვრებას და იბარჯიშა, ცოტა რთული არის ნამდვილად. ხო, ანუ ეხლა ექიმი რა თქმა უნდა სობროს იდეალური მდგომარეობა და როგორ იქნებოდა ყველაფერი კარგი კი და მაგას ხვდები რომ კარგია, იმიტომ რომ გჭირდება ფიზიკური აქტიურობა, გჭირდება რომ ტონუსში იყო, შენი ორგანიზმის გახვედრებს მაგ ყველაფერს, მაგრამ ძალიან რთულია რომ ეს ენერგია ძალა მოძებნო და დროც. ხო, რა თქმა უნდა. კი, მაგიტომ მომწონს ახლა ეს ფორმატი, იმიტომ რომ როდესაც ექიმი საუბრობს, რა თქმა უნდა ჩვენ ის მოგვიყვება იდეალური მდგომარეობა, როგორი უნდა იყოს, იმიტომ რომ მისი პასუხისმგებლობა ხო და აქეთ არის ცოტა რეალური სამყაროც, რომელიც გეუბნება რომ ესე ყველაფერი ვერ იქნება, როგორც გინდა რომ იყოს, ხო? ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადად პრინციპში ვისაუბრეთ, ლაქტაციაზე შეგვიძლია კიდე რაღაც ისეთი დეტალები რო უთხრათ ქალებს, რომელიც მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინონ. უფრო აი მაგალითად ფიზიოლოგიურად რაღაც აი უფრო ავუხსნათ რომ ესმოდეს, თქვათ ეს გამაგრებები ისინი. აი ერთ-ერთი ყველაზე პირველი სხვათა შორის რაც კითხვა მოდის ხოლმე არის მშობიარობის შემდგომ მალევე უკვე სარძევო ჯირკვლიდან გადმოედინება რაღაცა ძალიან პატარა სითხე, რომელსაც ჩვენ ვეძახით ხსენს. ეს არის პირველადი რძე, რაც ქვია შემდგომ უკვე. და ხშირად გონიათ ხოლმე პაციენტებს, რომ ეს ხსენი არ ყოფნის, ეს რა რძეა და ასე შემდეგ ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეც კითხვები, მაგრამ აი ეს ხსენი პირველი წვეთები რაც არის, შეიცავს ძალიან მაღალკალორიულია და შეიცავს აბსოლუტურად ყველა იმ ცილას, რაც ჭირდება იმ ახალშობილს, რომელიც რამდენიმე წუთის დაბადებულია. ამიტომ აი ეს პირველივე წუთებიდან, რაც უფრო ადრე დაიწყებს ლაქტაციას და რაც უფრო ადრე მიიღეს ძუძუსთან, ბევრად უფრო შემდგომ უკვე უკეთესი შედეგები იქნება და რაც შეეხება აი ძალიან ბევრი კარგი რაღაც განსხვავებული ესეთი არ ვიცი როგორ დავარქვა პოზები და სკამები და რაღაცები შემოვიდა ეხა უკვე ნელ-ნელა საქართველოში ბაზარზეც მგონი ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდი რაღაც ლაქტაციის სპეციალური სკამები და რაღაცები რაც ძალიან ეხმარებათ ქალებს თუმცა ის პირველი 6 თვე მართლა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია რომ დავიცვათ და ამას შემდგომ უკვე პედიატრთან კონსულტაციის დროს ბევრად უფრო მარტივად ხვდებიან რამდენ ხანში ერთხელ უნდა აჭამონ ახალშობილს და ასე შემდეგ და ეს გამაგრების ერთ-ერთი ესე პრევენცია არის სარძევო ჯირკვლის დაცლა, რაც შეიძლება დროულად და ეს გადახურება, გაწითლება რაღაცები შემდგომ უკვე ტემპერატურულ რეაქციებთან ასოცირდება და ეგეთები. ვცდილობთ რომ ავიროდოთ თავიდან. ხო, ძალიან საინტერესო. აქ ხა ერთი კითხვა მაქვს. ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ვახსენეთ სხვადასხვა პოდკასტებში ესეთი რაღაც, რომ ბუნებრივი მშობიარობა და საკეისრო რა. ეს ამ თემაზე წინასწარ არ შეგთანხმები ვარ. ჩემს საყვარელ თემა ვისაუბრეთ. იცი რატო? ესეთი მე მოყვები რატო მაქვს ეს კითხვა და ექიმთან არ მისაუბრე ამ თემაზე. ესეთი რაღაც დოკუმენტური ფილმი ნახე და იქ იყო ოღონდ მიკრობიომზე რა საუბარი რა. და ერთი ხალი იყო, რომელიც ექსპერიმენტებს ატარებდა მოკლედ და ADHD-ზე და სხვა დაავადებებზე ქონდა კვლევები. ხო და იქ იყო ლაპარაკი, რომ ვინც გაჩენილი არ არის ბიოლოგიური გზით, ფიზიოლოგიური გზით, არის შანსი თეორიული, რომ რაღაც დაავადება გაუჩნდეს მომავალში რა. და ამას ხსნიდა როგორ იცი, რომ როცა ბავშვი ჩდება პირველი შეხება დედის ხო აქვს ყველაფერი და იღებს და ეს მიაქვს და როცა ხდება საკეისრო კვეთით მშობიარობა ეს ყველაფერი არ ხდება და მე რა გაკეთა ამ ხალმა იცი ბავშვები რომლებიც შეიძლება ეს საქართველოში და ყველგანაც პრაქტიკა უბრალოდ მე იქ პირველად ვნახე და მაგიტო ბავშვები რომლებიც ხდებოდნენ საკეისრო კვეთით დედის აი ამ იმაში რა ქვია ხელოვნურად ავლებდნენ მოკლედ იმ სითხეში, რაც ფიზიოლოგიურად უნდა გავლებულიყო ბავშვი, თუ სწორად ვამბობ ფორმულირებას არ ვიცი. და აკვირდებოდნენ მე რაღაც იმუნური დაავადება იმ ბავშვებს თუ უვითარდებოდათ რა. დიდი ექსპერიმენტი იყო და სხვადასხვა ძალიან კარგ შედეგებამდე გადიოდა ეს ქალი რა. სპეციალურად აკეთებდნენ ამ ყველაფერს, ხო არის ხა შენ უკეთ მოყვები ხო არის რომ შეუძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა და აუცილებელია საკეისრო კვეთი დადგენ. ხო და აი ზოგადად მომიყევი ვიცი რომ რაღაც პროცენტულობით უკეთესია რომ ფიზიოლოგიურად გაჩნდეს და
კი, მაგ ექსპერიმენტზე არ ვიცი და წავიკითხავ აუცილებლად დავძებნი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ჟღერს, იმიტომ რომ კი ძალიან ბევრი მიმართულებით არის მსგავსი კვლევები. ერთი პერიოდი იყო აქტიურად ის თემა, რომ საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებში შემდგომ უკვე ალერგიების რისკი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე მათთან, ვინც ფიზიოლოგიურად იმშობიერა. თუმცა ესე რომ ცალსახადრო საკეისრო კვეთა 100% ცუდია და ამიტომ არ გავაკეთოთ, ესე ჯერჯერობით არც ერთი ისეთი კვლევა არ არის, იმიტომ რომ საკეისრო კვეთა რეალურად არის რავი, სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაცია, იმიტომ რომ ანუ კეთდება იმ შემთხვევაში, როდესაც ან ქალი ვერ იმშობიერებს თვითონ ბუნებრივად, ან ახალშობილს ნაყოფს აქვს რაიმე პრობლემა, რომლის გამოც ვერ გაჩნდება ფიზიოლოგიური გზით და ამ დროს უკვე ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომელი გზა უფრო უსაფრთხო იქნება მისთვის. ჩვენ ყოველთვის, რავი, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ექიმებს საკეისრო კვეთები არ გიყვართო და ეს გვდებენ ხოლმე ბრალს, თუმცა რეალურად საკეისრო კვეთები არ სიყვარული კი არ არის, ფიზიოლოგიის სიყვარული უფრო არის, რომ რაც უფრო ფიზიოლოგიურად და ბუნებრივად წარიმართება პროცესი, მით უფრო ნაკლები არის გართულებების და შემდგომ უკვე დამატებით ჩარევების რისკები და მხოლოდ ამიტომ ვეუბნებით ხოლმე ყველას და ვურჩევთ პაციენტებს, რომ უფრო ფიზიოლოგიური გზით იმშობიერონ, თუმცა ეს რა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკეისრო არ ჭირდება პაციენტს. ანუ მე როგორც პაციენტს არ შემიძლია ჩემი თავი რჩიო, რომ როგორ გავაჩენ? სურვილზე არის კი. ხო, ანუ შემიძლია თქვა, რომ მინდა. კი, ანუ ეს რა თქმა უნდა არის, თუმცა სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, იქამდე სულ გვაქვს ხოლმე კონსულტაცია, სადაც ვსაუბრობთ საკეისრო კვეთას რა გართულებები შეიძლება მოყვეს ფიზიოლოგიურ მშობიერობასთან შედარებით და რეალურად ყველა ქალი, ვინც სამშობიერო ბლოკში შედის ფიზიოლოგიური მშობიერობის მიზნით, ნებისმიერ შეიძლება დაჭირდეს საკეისრო კვეთა რამე ეტაპზე და გადავიდეს უკვე საოპერაციო ბლოკში. ამიტომ ესე ცალსახად დადგენილად, რომ აი ავარჩიე და ამას მივყვები, ესე არა. და კი არა, ბოლო პერიოდში სახლში მშობიარობა და ნაკლები ჩარევები და რაღაცები, წყალში მშობიარობებიც ხო ბევრად უფრო გაპოპულარულდა ამერიკაში, რასაც ვაკვირდები, რომ უფრო მეტად ურჩევნიათ ეს მშვიდ გარემოში, იმიტომ რეალობაც ეგ არის, ანუ რაც უფრო მშვიდად ხარ მშობიარობის პროცესში, მით უფრო მარტივად შეგიძლია შენი ემოციების მართვაც, ტკივილის მართვაც და ეს ნაცნობ გარემოში ყოფნაც ძალიან დიდ მნიშვნელობას, ამიტომ არის ახლობლის პარტნიორის დასწრება მშობიარობის პროცესში ერთ-ერთი, რაც ამცირებს შემდგომ უკვე გართულებებს. და ეს წყალში მშობიარობა რა შეეხმარება? ტკივილის მართვაში. წყალში მშობიარობა შეამცირა ეპიდურული გაუტკივარების მაჩვენებლები. ანუ მაშინ რა უკეთებ? კი, ეს დამატებითი ანესთეზია რაც კეთდება მშობიარობის პროცესში, ეს პროცენტული მაჩვენებლები შეამცირა, იმიტომ რომ ის პირველი პერიოდი რეალურად მტკივნეული, მთავარი ტკივილი საიდანაც მოდის, ეს არის საშუალო სყელის გახსნის პროცესი, როდესაც ეს ნაყოფის თავი აწვება. გახსნის შემდგომ მერე უკვე მალევე იწყება ჭინთვები და ჭინთვები ბევრად უფრო მარტივად სამართავია. ძალიან ცუდად მარტივად. აი ეს პირველი პერიოდი არის რეალურად უფრო მტკივნეული და იმ პერიოდში, როდესაც აი თბილ წყალში ხარ, ზიხარ, კომფორტულად და რაღაც, აი ეს უფრო ნაკლებად აღიქვამ და ეგ არის ინტერესო. ჩვენთანაც არის საქართველოში წყალში მშობიარობაც გააქტიურდა ბოლო პერიოდში. შენ როგორ გამოსtildeებ გაქვს მშობიარობასთან დაკავშირებით? აი აქ მინდა რომ კარგად მოყვე, იმიტომ რომ მაინც ანუ არის ხე რატო გიკითხები ჩემი მეგობრები ზოგიერთი რომ არაფერი ესე იძახი ზოგიერთი რომ კი ფერი ხო და საინტერესო ხმამაღლა ვისაუბროთ რა მაგაზე არაფერი არ მაგაში დასამალი არ არის რომ რაღაცა ჯოჯოხე თუ რა ტკივილი იყოს ვიღაცისთვის ხო და მე ვიყავი ეგ პირველ მშობიარობაზე არაფერი. მეორე ანუ ორი მშობიარობა და ორი აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევა, განსხვავებული მდგომარეობა და განსხვავებული პოსტსამშობიარო მდგომარეობაც. ანუ პირველი მშობიარობა იყო ძალიან მარტივი ჩემთვისაც და ძალიან მიკვირდა რომ დასრულდა ეს ყველაფერი. ეს იყო, მაგრამ მერე დაიწყო roller coaster რო ეძახიან, ჩემთვის მერე იყო ეგ პერიოდი, აი მაგალითად არ ვიყავი გაფრთხილებული, რომ ანუ კას კი ეცოდნება შენ არ ვიცი, შეიძლება არ იცოდე. მშობიარობის შემდგომი ცახცახი
რომელიც აი უკონტროლო ცახცახი არის და ეს დავემართა პალატაში მარტო ვიყავი. მშობიარობის მერე რამდენიმე საათი იყო უკვე გასული. ბავშვი გაჩენილი მყავდა პალატაში ვიყავი, უკვე ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გაყუჩება ეპიდურალი გაკეთებული მქონდა და არაფერი არ მტკიოდა და უცებ დამეწყო უკონტროლო ცახცახი და ისე შემეშინდა რომ ვიფიქრე რომ მივხვდი რომ ეს იყო აი უფრო ტრავმაზე პასუხი ორგანიზმი და რომელიც თურმე მე გავიგე რომ რეალურად ხდება, ხშირი არის ხო? ანუ ეს შემთხვევები ცახცახის. მოგვიყევი მე მაგალითად საინტერესო. არ ვიცოდი და ეს იყო აი პირველი შოკი ალბათ ეგ იყო რა, რომ ანუ ვეღარ წყნარდებოდი, თან მარტო ვიყავი, ვეღარც მივხვდი რომ ვინმესთვის დამეძახებინა და ისე დავისტრესე აი ამ მდგომარეობით, რომ მე კი აღარც მახსოვს უთხარი თუ არა ვინმე საერთოდ აი არ მახსოვს რა, იმიტომ რომ იმდენად ისეთი გამოცდილება იყო რომ რა ხდება ჩემ თავს და ნუ ეს იყო პირველი მშობიარობა რამდენადაც კარგი იყო, რამდენად ცუდი იყო ჩემი პოსტსამშობიარო მდგომარეობა, ძალიან მძიმე დეპრესია, რაღაცა პერიოდები საერთოდ ამოვარდნილი მაქვს და არ მახსოვს და მე გავიაზრე თანან ყველაზე საინტერესო ეს არის, რომ მე გავიაზრე, რომ დეპრესიის ნიშნები მქონდა და მე მქონდა ესეთი ესეთი შეგრძნება, ცხადი, რომ საკუთარ ადგილს ვერ პოულობდი საკუთარ სახლში. ესენი ხანი იყო ეს. დაახლოებით 3 თვე გაგრძელდა და უკვე რომ ფიქრობდი, რომ მე მგონი ფსიქოლოგის ჩარევა არის საჭირო, რომ უკეთესად ვიგრძნო თავი, მე ნელ-ნელა ამ ყველაფერმა გადამიარა, მაგრამ აი საკუთარ სახლში ვიყავი და არსად არ იყო ჩემი ადგილი და ეს შფოთვა მქონდა მე ჩემ შავრებთან გადავბარგდი რამდენიმე დღით რომ იქნება იმ სახლში სადაც მე გავიზარდე იქნება იქ იყო ჩემი ადგილი კაც არ იყო ჩემი ადგილი ისევ გადმოვარგდი აქეთ და რა ფიქრობდი ეგ საინტერესოა ვერ ხვდებოდი გვანცა აი ვერ ხვდებოდი ხა როგორი აი ხა ხვდები კარგად მაგ მდგომარეობას რო გეუბნები რომ აი ჩემ ადგილს ვერ პოულობდი არსად არ იყო ჩემი ადგილი ხო ანუ ვერ ხედავდი ჩემ თავს ხო და ეგ იყო მაი ალბათ ეგ არის რა რომ იდენტობას კარგავ რეალურად იმიტომ რომ ანუ ეს ტრანზიცია ჩვეულებრივი გოგოდან გადახვიდე დედობის ფაზაში არის საკმაოდ მძიმე საკმაოდ მტკივნეული რაღაცნაირი მენტალურად და სულიერად რა ანუ ის აღარ ხარ ვინც იყავი იმიტომ რომ რაღაცა მთელი გამოცდილება მიიღე აი ამ მშობიარობით გახდი დედა ეს მთელი ემოციები ეს სიყვარული ნუ შემოდის შენში და რაღაცნაირად თრგუნავს იმას ვინც ხარ შენ ანუ ისიც აღარ ხარ ვინც იყავი მაგრამ ჯერ ისიც არ ხარ ვინც უნდა გახდე ანუ დედა და რაღაცნაირად აი ეს არის მთელი ტრიალი ამ ემოციების, მაგრამ ნუ მე ეს ყველაფერი გადადის, სტაბილურდება თუ არ გადადის, აუცილებელია, აი აქ ვიტყოდი, რომ აუცილებელი არის, რომ ფსიქოლოგიური დახმარება მიიღო, აუცილებელია, რომ პარტნიორისგან მიიღო ფსიქოლოგიური დახმარება, როგორც პარტნიორისგან, იმიტომ რომ აქ რაღაც კაცებიც ხალი ხო ამ ყველაფერს გადის და უცხო ამისთვის ეს ყველაფერი, მაგრამ მამაკაცებისთვისაც თლად მარტივი არ მგონია ეგ ყველაფერი რა, იმიტომ რომ რაღაცა იმ ხელა სიახლე არის, როგორც მამაკაცი ვერ უმკლავდება ბოლომდე აი ამ ჰორმონების ცვალებადობით გამოწვეულ აბსოლუტურად განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც ვეღარ ცნობს რა და ეხლა პირველზე ხო ესე ვიყავი და მეორეზე დეპრესია არ მქონდა, მშობიარობის გამოცდილება უფრო მძიმე მქონდა, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი არ წავიდა ისე როგორც დავგეგმე მოკლედ რა, ვერ მოვასწარით გაუტკევრების გაკეთება და მთელი ეს რაც უნდა განმეცა და ყველაფერი განმიცადე ფიზიოლოგიურად, მაგრამ მშობიარობის შემდგომი დეპრესია აღარ მქონდა, მაგრამ მქონდა მშობიარობის შემდგომი ბრაზი, postpartum rage. ესე ეძახიან, ეს არის თურმე რაღაც ფენომენი, რომელიც მე მოვიძიე. ნუ ისეთი ბრაზი მქონდა. ბრაზე. არ ვიცი რა ზაი ესეც ალბათ ჰორმონების ცვალებადობა იწოს მაგ ყველაფერს აი აი რაღაცა პარტნიორზე უფრო რა თქმა უნდა პარტნიორზე ტყდება მე ეს ყველაფერი და ოჯახის წევრებზე ბავშვზე არა მაგრამ აი უცბადი ბრაზი რომელსაც ვერანაირად ვერ აკონტროლებ აი მარტივ რაღაცაზე რომ აი არასწორად გითხრა რაღაცა ან ისე არ დაგამშვიდე როგორც უნდა დაემშვიდებინე და აი ეს საშინელი უცებ გრძნობ რომ აი ეს ბრაზი გაწევდა შეიძლება მოკლა ხა ის ადამიანი მაგრამ თან იცი რომ ის ცდილობს რომ დაგეხმაროს ისიც ვერ გარკვეულა ბოლომდე რა უნდა გააკეთო ხო რა და ესე ძალიან რთულია და მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ პარტნიორი მიხვდეს რომ ეს არის მხოლოდ აი ამ დროებით აი ამ ჰორმონების ცვლილებით გამოწვეული მთელი აი გამოცდილებით გამოწვეული რაც ქალის ორგანიზმმა გაიარა და ნუ აი ამის გააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მოკლედ ესეთი კითხვა ორი. პირველი, ვინმე დაგელაპარაკა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ ეს შესაძლებელია მომხდარიყო შენს ცხოვრებაში?
ეს პროცესები არა. ანუ მე ხე არ ვიძახი რომ ვინმე ვალდებულია რომ ყველაფერს გაგან ექიმი ან ვიღაც მაგრამ აქ სამედიცინო მხარის პასუხიც მაინტერესებს რომ პირადი ექიმი თუ როგორც არის რა შენი აზრით და პრაქტიკაში როგორ არის ჯანმრთელობა გასაგებია ყველაფერი გასაგებია მაგრამ აქეთ მენტალური მხარე ექიმმა უნდა გააფრთხილოს უნდა უთხრას რა შეიძლება იყოს აი სანამ ანუკა დაიწყოს ლაპარაკს მეც დავამატებ გვანცას ჩემიც კითხვასავით არის პრინციპში ხშირად ირიდებენ მე როგორც ჩემი გამოცდილებით ყოველ შემთხვევაში ექიმები არიდებენ თავს აი ამ მენტალურ ნაწილზე საუბარს თითქოს ეს მათი პროფილი არ არის და რეალურად შენი კითხვის გაგრძელება ხო ეგრე უნდა იყოს არავინ არ უნდა გითხრას მაგ ყველაფრის შესახებ ანუ იდეაში ამ ცვლილებების შესახებ იმიტომ რომ მშობიარობის შემდგომ პერიოდში არის ეს ორი ნაწილი ერთი არის მშობიარობის შემდგომი ბლუზი რომელიც ერთი კვირის შემდგომ თავისაც ხო ის რაღაცა პირველად იშფოთები რაღაც და შემდგომ უკვე თუ ეს სიმპტომები უფრო ხრმავდება და არ გადადის უკვე მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში. აი ეს ერთკვირიან შუალედში, როდესაც ბრუნდებიან პაციენტები ექიმებთან, ისეთ იმ დროს უკვე ხდება ამის გამოკითხვა, საუბარი ამ თემებზე და იდეაში, რავი, ესე ხდება უკვე ნელ-ნელა ჩემი აზრით. ხო, ეგ მნიშვნელოვანია. მე ჩემი პირველი გამოცდილება იყო 6 წლის წინ, როგორც გითხარით. მეორე იყო საზღვარგარეთ არ მიმშობიარია საქართველოში და იქ ძალიან დიდი აქცენტი კეთდებოდა. აი მე ყველგან იყო პოსტერები კლინიკაში რომ შედიოდი, სულ გაძლევდნენ საინფორმაციო ბუკლეტებს და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რომ კლინიკაში რომ მივდიოდით, ჯერ მე შევყავდი ექიმთან და მეკითხებოდნენ, რომ აბა როგორ ხარ პირველ მშობიარობაზე თუ გქონდა დეპრესიის ნიშნები, ესე იგი რისკ ფაქტორში რისკია, რომ მეორედაც გამეორდეს ეს ყველაფერი. ძალიან დეტალურად იკვლევენ, მე გეკითხებიან, აი ვინმე ხომ არ ძალადობს შენზე და ამის მერე აი ამ დაკითხვის მერე ეძახდნენ უკვე პარტნიორს, რომ ესე იგი we're good კარგად ვარ. ეს ორსულობის პერიოდში ხდებოდა, ხო? არა. ხო, ესე არ გვაქვს უბრალოდ ჩვენთან ის არის, რომ ანუ მიან გინეკოლოგთან ერთად ფსიქოლოგიც უნდა ჩაერთოს, ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის ჩაშლილი სპეციალობები და ვისი რა პასუხისმგებლობა და რისი იდენტიფიცირება შეუძლიათ. თუ პაციენტი მეც მქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც ვთქვამთ, რომ რაღაცა კარგად არ ძინავს, სახლში გაჩერება აღარ უნდა, რაღაცა ბავშვის ტირილი ნერვებს უშლის, ეს რაღაცებს როცა ამბობენ, აუცილებლად ვამისამართებთ უკვე ფსიქოლოგთან, იმიტომ რომ ამ ყველაფრის ესე გინეკოლოგთან ერთად მართვა ცოტა რთულია. ჩვენი გამოცდილება ხო ეს ძალიან კი ეს ნამდვილად ის სხვა სისტემაა ჯანდაცვის ხაკ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რა იქ ეგრე იყო მოწყობილი რომ ლიფლეტებს გატანენ იქვე აუცილებლად გვხდება ფსიქოლოგი რომ იმშობიარებ და ხო აი ის რომ ძალიან ბევრ რაღაცას გახვედრებენ სამშობიაროში მათ შორის პოსტსამშობიარო მოვლის ნივთებს რაღაცა პროდუქტებს ეს მაინტერესებს ახსენა რომ რაღაცა იქ დამჭერი სამკე კვების დროს და ასე შემდეგ. შენ ორი გამოცდილება გქო, ერთი საქართველოში 6 წლის წინ, სავარაუდოდ მაშინ და მაშინ როგორ იყო, ეგ მაინტერესებს, უცხოეთში რა ხდებოდა, ანუ ხელმისაწვდომობა ვთქვათ როგორ იყო და მე უნდა გვითხრა აუცილებლად მაქედან გამომდინარე რა მოხდა. ხო, ეგ იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, მაგრამ ჯერ პირველზე ვიტყვი, რომ აქ არც არსებობს რეალურად ბევრი პროდუქტი არ არის საქართველოს ბაზარზე, რომელიც მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხალი იყიდის და თავს კომფორტულად იგრძნობს. რაღაცნაირად მიღებულია ეგრე, რომ აი ეს არის კივილია, მაგრამ ყველას უმშობიარია და შენც უნდა ესე გადაიტანო რაღაცნაირად ეს პერიოდი რა, გადაუტანელი არ არის. მაგრამ რეალურად თურმე არსებობს ეგეთი ნივთები, რომელიც ძალიან შეგიმსუბუქებს, შეგიქმნის უფრო მეტ კომფორტს მშობიარობის მერე და ცოტა ადამიანად გაგრძნობინებს აი ამ ტკივილის ფონზე თავს. ეს გავიგე მე, როცა ვიყავი საზღვარგარეთ, ჩემო მეგობარმა აწუყო ბიზნეს პარტნიორმა, მითხრა რომ არის თავისი გამოცდილებით, აი არის რაღაცა ძალიან კარგი პროდუქტები, რომელიც მე ნანახი მქონდა მაღაზიაში, როცა შევდიოდი ხოლმე, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი რა იყო რეალურად იმდენად არ გვაქვს იქ და ჩვენ იმდენად არ გვაქვს აქ ინფორმაცია მაგ პროდუქტების შესახებ, რომ ვერ ტკი ხვდებოდი როგორ უნდა გამომეყენებინა რა, იქ ეწერა პოსტპარტუმ რაღაც ბოთლი და საბანი კაპი რაღაცები, რომ არ მივაქცია ყურადღება, რომ მითხრა რომ აი ძალიან კაი პროდუქტებია და უეჭველი უნდა იყიდო, იმიტომ რომ აი
საერთოდ შეგიცვლის ამ პოსტსამშობიარო გამოცდილებას, ტკივილს, დისკომფორტს. მე გამოვიყენე ეს პროდუქტები, რეალურად ამ სამშობიაროშიც იქ გახვედრებენ და რაღაცა ნაწილს ამ პროდუქტებისაც გაძლევენ და რომ გამოვიყენე, ანუ არ მჯეროდა რომ ვადარებდი ჩემი შესაძლებლად რომ მქონდა რაღაცა ეს პირველი გამოცდილება, არ მჯეროდა რომ არის რაღაც ისეთი რაღაცები მარტივი რეალურად, აი არაფერი. შეიძლება იყოს ეს ტრუსი, რომელიც უბრალოდ ძალიან კომფორტული არის, იმიტომ რომ საშინელი დისკომფორტი გაქვს მე. არის რაღაც სპეციალური დასაბანი ბოთლები, ტკივილგამოყოჩებელი ქაფი, იმიტომ რომ ეს ტკივილი წვა, ამაზეც არ ვლაპარაკობთ ხოლმე. რეალურად მშობიარობის ფიზიოლოგიური მშობიარობის მერე არის საშინელი შეშუპება, ტკივილი, წვა და მაყვალებს არ იცი როგორ გაუმკლავდე რა სხვა გამოყოჩებელს, მაგრამ ნუ ახან არის ეს საკმარისი, ხან არ არის. და ლოკალური ჭირდება რაღაცა ლოკალური პროდუქტები, რომელიც აი მახსოვს რომ გამოგწერეს კლინიკიდან, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ესენი გამოვიყენე და რაღაც კარგად ვგრძნობდი თავს, კომფორტულად ვიყავი და ეს კომფორტი ნუ არ არის რა, იმის შესაბამისი ჩემი გამოცდილებს ვიცი, რომ დისკომფორტში უნდა იყო, უნდა სუქტკიოდეს და ხო, და ჩემ ქმარს ვეუბნებოდი, რომ გიორგი აი არ მჯერა, რომ ისეთი მაგარი პროდუქტებია, რომ აი რატო არ ვიცით ამის შესახებ? მე რაღაცა გავბრაზდი, რომ აი რატო ჩვენთვის რატო არ არის ხელმისაწვდომი ეგ ყველაფერი რა, საერთოდ ინფორმაცია რატო არ გვაქვს, რომ ეგეთი რაღაცები არსებობს და აი მანდ მომივიდა აზრი, რომ იქნებ მე გავაკეთო ეგ პროდუქტები. და დავიწყე მოკვლევა და მთელი ჩემი დეკრეტული შვებულება დაეთმო აი ამ მოკვლევას, წარმოებლებზე გასვლას, შემოწმებას, რა თქმა უნდა, ნახეთ სანამ შევუკვეთავდით, შევქმნით ბრენდი მამსი, რომელიც უკვე 1 წელი გავარას ბაზარზე, ვარ და ვეხმარებით სხვა ქალებს და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ რეალურად ძალიან კარგი პროდუქტები არის, ძალიან კარგი უკავშირი გვაქვს და რაღაცნაირად მიხარია, ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ აი მშობიარობის მერე ქალები რო გწერენ ხოლმე, რომ აი თქვენ არ იცით რა მხელაშება მომცა და არ იცით ამოვისუნთქი ამ ტკივილისგან. რაღაც მარტივი პროდუქტებია რეალურად ეხა რთული ამაზე ილაპარაკო, მაგრამ არის ცივი საფენები, რომელიც აი ამ შეშუპებას და ტკივილს და წვას ეხმარება, არის გამოყოჩებელი ქაფი, არის ტრუსები და საბანი ბოთლი, რომელიც ვითომ მარტივი პროდუქტები არის, მაგრამ რეალურად ძალიან ეფექტური და ძალიან საჭირო, რომ უბრალოდ კარგად და კომფორტულად იგრძნო თავი. რეალურად იმსახურებენ ქალები ამას იმდენ ტკივილს და იმდენ ამას გადიან ამ პერიოდში. კი, მაგას კი არა, მე მგონია რომ 1000%-იან ხელშეწყობას ყველა პროდუქტი იქნება თუ მხარდაჭერა იქნება თუ ნებისმიერ ამას იმსახურებენ, იმიტომ რომ ხო, რა ვიცი, ხო. მე არ ვიცი ეგ ტკივილები ყველაფერი, მაგრამ წარმოდგენითაც და ხა მოყოლითაც რომ გძნობ რომ რაღაცა დისკომფორტი გაქვს, რა ვიცი, მე 6 კვირა. ჩვენ არ ვამბობთ კიდე ხშირად იმას, რომ ეს ფიზიკური ტკივილი დაკავშირებულია მე შენ მენტალურ მდგომარეობასთან. აი რაღაც გაწუხებს მაის სურზე და ნერვებს რო გიშლის, მე მთელი დღე რო ნერვები შეიძლება ქონდეს მოშლილი ეგრე, ახლა რაღაც რო გაწუხებს ფიზიკურად, ძალიან რთულია რომ კარგად იყო, ხალისიანად იყო და ასე შემდეგ. ციცკნება ნერვები. ხო, და აი როცა არის საშუალება, მე ვფიქრობ რომ ქალებმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენონ და სცადონ, რაც ოდნავ მაინც აგრძნობინებს შვებას, კომფორტს და შეუმცირებს ტკივილს, რა თქმა უნდა. შემდეგი მაქვს ესეთი კითხვა. როდის უბრუნდება, ან როდის არის რეკომენდირებული, რომ ქალბატონი დაუბრუნდეს სქესობრივ ცხოვრებას? ამასთან დაკავშირებით ესე ცალსახა პასუხი, პრინციპში ორნაირი პასუხი მაქვს. ერთი რომ სტანდარტი დადის ისევ იმაზე, რომ აი პირველი 6 კვირა სანამ გამონადენი არის საშოდან და ეს ლოქიები არ დამთავრდება, ეს პერიოდი იქამდე თავი შეიგავოს. თუმცა მეორე ნაწილიც აქვს ამას, რომ არის საკმაოდ ხშირად ფიზიოლოგიური მშობიარობას მოყვება ხოლმე ნაკერები, ჩახევები, ასე შემდეგ, რაც კიდევ უფრო დამატებით დისკომფორტთან არის ასოცირებული ამ ნაკერის მოვლა, შეხორცება, ტკივილი და სტანდარტული ფრაზა რაც ვეუბნები ხოლმე, მაშინ როცა თავს იგრძნობ კომფორტულად და მოგინდება. თუმცა თავარი რეკომენდაცია არის, რომ ეს 40 დღე გავიდეს და შემდგომ უფრო სცადოს. თუმცა აი მანდ არის მეორე ამბავიც, რომ აი ეს პროლაქტინი, რომელზეც საუბრობდი, რომელიც ლაქტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჰორმონია, პროლაქტინი ძალიან ხშირად ასევე იწვევს საშოს სიმშრალეს, რომელიც სქესობრივი კავშირის დროს დისკომფორტთანაც ასოცირდება და ესეც დამატებით დისკომფორტს უქმნის შემდგომ მშობიარობის შემდგომ პერიოდში ქალს და ამიტომ ძალიან ისეთი ერთმანეთზე გადაბმული, გადაჯაჭვული კასკადი არის ყველაფრის და ყველა ფრონტზე უწევს ბრძოლა ქალს ამ პერიოდში. ხო და მაგ დროს აი ვთქვათ რაღაც
არ ვიცი, ვიტამინები, რამე არის, რომ ვთქვათ ეს რეგულაცია მოხდეს, ან უბრალოდ ფიზიკური თავშეკავებაზე არის აქ საუბარი? ეს სქესობრივ ცხოვრებას ვსაუბრობთ ხოლმე. არა, იცი რა არის, დამატებით ლუბრიკანტები და ჰიალურონის მჟავები და შემდეგ ამ ყველაფრით კი, მაგრამ თან ამასთან ერთად მე უკვე აი ეს პროლაქტინის დონე და ეს ლაქტაციაც რო ნელ-ნელა რეგულირდება, ყველაფერი ხო, ალაგდება და თავისით. აქ კიდევ ერთხელ პარტნიორის მხარდაჭერა არის მაქსიმალურად მნიშვნელოვანი, ხო? ხო, მაგ დროს აქვს ქალს შიში თუ ნაკერები ქონდა განსაკუთრებით, ეგ ხა ჩემი გამოცდილება არ ყოფილა, მაგრამ აი მეგობრებისგან მეც ვიცი, რომ ტკივილის შიში არის ძალიან მაღალი, მეორე არის, რომ სურვილი არ აქვს ქალს კი გადის 40 დღე, მაგრამ აი არანაირი სურვილი შეიძლება არ ქონდეს, რომ რეალურად სქესობრივი აქტი დაამყარო პარტნიორთან და ესეც არ უნდა იყოს მოულოდნელი, მე მგონი, არც ქალებისთვის და მამაკაცებმაც უნდა იცოდნენ ამის შესახებ, რომ რაღაცნაირად მხარდაჭერა კონდეთ ქალებს პარტნიორისგან ამ დროს. ხო, 40 დღე რო არ გიძინია კარგად და არ გიჭამია და რაღაცა შენ თავს ვერ აღიქვამ, ძართულია. კი, და ამაზეც მე რატოს ამაზეც ეუბნებით, იცი რატო რომ ხო ნუ არის რე ხო. კი, ამაზე ველაპარაკებით. ამაზე ხდება ხოლმე. კი ბატონო, მენსტრუალური ციკლის აღდგენაც მე მგონი ეს ერთ-ერთი ისეთი თემა არის. ხო, ეგეც საკმაოდ ისეთი ხშირად დასმული კითხვა არის პაციენტების მხრიდანაც, აი ლაქტაციის პერიოდში თუ ექსკლუზიურად სუზუთიკობაზე არის ახალშობილი, ამ პერიოდში მენსტრუალური ციკლი არ აღდგება ხოლმე. ლაქტაციის პერიოდი, როდესაც არარეგულარული ხდება, დამატებითი საკვები შემოდის, ან ამთავრებენ უკვე უშუალოდ ლაქტაციას, მხოლოდ ამის შემდგომ იწყებს მენსტრუალური ციკლი აღდგენას. თუმცა, აი მანდ არის ხოლმე ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი, რომ განსაკუთრებით ვურჩევთ პაციენტებს, რომ თავი მაქსიმალურად დაიცვან, რომ არ დაორსულდნენ, იმიტომ რომ კი მენსტრუალური ციკლი შეიძლება არ მოვიდეს, თუმცა ოვულაცია რა მომენტში მოხდება და ახალი ორსულობა დადგება, ესე ვერ გაცვლი. და ალბათ ყოფილა შემთხვევა. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. ძალიან საინტერესოა და ანუ ოპტიმალური ან მათი ძუძუთიკებაზეა დამოკიდებული მოკლედ ციკლის აღდგენა, ხო? და როდესაც დაშრობა ხდება, ხო ხდება ეგეთი რაღაცაც რომ ხელოვნურად იშრობენ. როგორც კი ანუ სარძევაჯერ კავშირზე აღერდგება, პროლაქტინის დონე ისევ უბრუნდება თავის ანუ სტანდარტულ მაჩვენებელს ნორმის ფარგლებში და ციკლიც აღდგება მალევე უკვე. აი ხო ვახსენე დაშრობა. ეგ რამდენად ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი არის და რამეზიანი ხორმოა ქალის ჯანმრთელობისთვის. იცი რა, ანუ აი მედიცინაში თუ რამეს ვაკეთებთ, ყველაფერს აქვს თავისი რისკი და სარგებელი. თუ დაშრობა და ყოფილა შემთხვევები, როცა ჭირდებათ ქალებს გაუსაძლისი ტკივილები, რძის ჩადგომა და ასე შემდეგ, ან ახალშობილი ვერ ჭამს, არის ბევრი ისეთი პრობლემა. ესეთ დროებში, ანუ იმ რძის დატოვებას და გამოწვევებს და ასე შემდეგ, ჯობია რომ მივიღოთ მეორე წავიდეთ სხვა მიმართულებით და სხვა გადაწყვეტილებით. ვითი იშრება რა არის? მედიკამენტია? მედიკამენტი. ჰორმონი. და რა არის მედლის მეორე მხარე? ისეთი, ანუ უბრალოდ ეს ძუძუთიკვების ჯანმრთელობის მხრივ პრობლემებს თუ ამბობ. ხო, აი მაგალითად შეიძლება რომ გასუქდეს მაგის გამო? არა, ეს მედიკამენტი რაღაც 2-3 დღიანი შუალედით ისმევა, ესეთი არ არის რაც შემდგომ უკვე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა რატომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ლაქტაციას ვუწევთ ჩვენ რეკომენდაციას, გარდა ის, რომ ახალშობილთან ეს კონტაქტი, საკვები და ძალიან ბევრი დეტალი, ამის გარდა არის ის, რომ ლაქტაციის პერიოდში ძუძუთს გაღიზიანების დროს გამომუშავდება ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოს კუმშავს. საშვილოსნოს შეკუმშვებს იწვევს და ეს საშვილოსნოს შეკუმშვები განსაკუთრებით აი პირველი 6-8 კვირის განმავლობაში, როდესაც მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკებია, ეხმარება ამ რისკების შემცირებაში. ესე იგი დედაბუნება ბიოლოგიამ თვითონ ერთმანეთთან არის ესე დაკავშირებული, ძალიან საინტერესოა. საინტერესოა, ხო, პირველად გავიგე. ხო და ეგეც უნდა ითქვას, რომ ძალიან საკმაოდ მტკივნეული პროცესი არის, უმეტეს შემთხვევაში ეს საშუალოსნოს შეკუმშვა, რომელზეც ასევე არავინ არ მოგვიყევია, აი რა, ძალიან ეგეც ანუ სიყო, აი როგონია, რომ თქვა მშობიარობა მომტკივნეულად ჩაიარა, მაგრამ მე აი ბავშვი ძუძუს რო წოვს, ზუსტად ანუ კამ როგორც აღწერა, გრძნობ როგორ იკუმშება და ამას ძალიან კარგად გრძნობ, იმიტომ რომ ტკივა საკმაოდ მტკივნეული არის.
მაგრამ არის ესეთი ბიოლოგიური პროცესი და საჭირო და მნიშვნელოვანი პროცესი არის ქალის ჯანმრთელობისთვის ისევ ხო რომ დროულად მოხდეს ამ საშუალოსნოს. მაგრამ უნდა მოითმინოს. კიდევ ერთი თემა რომელიც ხშირად გამიგია არის თმის ცვენა. ჩემი ერთი მეგობარი ლომის გამელოდდა. შობიარობის შემდგომ. ყამებში თმა დაკარგა ფაქტობრივად ხო რატო რა ხდება? ბევრი აქაც ბევრი ფაქტორია, მაგრამ რა ვქნათ ბევრი ფაქტორია. ერთ-ერთი აი ძალიან საინტერესო ჩემთვის მაგალითად და რასაც ხშირად ვსაუბრობ, ის არის რომ ორსულობის პერიოდში ანემიური მდგომარეობა, ანუ ჰემოგლობინი როცა ქვემოთ ჩამოდის, ორსულობისთვის არის ნორმა. ამას ქვია ფიზიოლოგიური ორსულობის დილუციური ანემია, რომელიც აი ხ წარმოიდგინეთ ისედაც ანემიაშია, რომელსაც რა თქმა უნდა მონიტორინგი ხდება მთელი ორსულობის განმავლობაში და რკინის დანამატების ჩართვა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ისედაც ანემიური ქალი გადადის შემდგომ უკვე მშობიარობაში, მშობიარობას თავისი სისხლის დანაკარგი აქვს და ამის შემდგომ კიდევ უფრო ღრმად მიდის. ამის გარდა იქ ბევრი სხვა დეტალია, რომელიც მოყვება თუნდაც აი ჰორმონალური ცვლილებები, ესტროგენი, პროგესტერონი, ასევე იქ ფარისებრის პრობლემები თუ ქონდა მან, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები თუ ქონდა, ფარისებრის ჰორმონების ცვლილებები, რომელიც მშობიარობის შემდგომ კიდევ უფრო სხვანაირად მიდის და საკვების, ანუ კვების რეჟიმიც ისევ მაგაზე მივდივართ, რომ ის რკინის დანამატები ძალიან ხშირი ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა, მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც ეს ვიტამინების კომპლექსების ჩართვაც და საკმაოდ რავი ძალიან კარგი რაც უფრო მეტ რაღაცას გააკეთებენ ქალები, რაც საკუთარ ჯანმრთელობას უფრო მეტად დაეხმარებიან და მიხედავენ, ყველაფერს მივესალმები, თუმცა ეს თმის ცვენაც და კანის სიმშრალეც და ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც იჩენს ერთიანად მერე უკვე თავს. და ალბათ ქონია ეგეთი გამოცდილება? ხო, და საინტერესო იყო, რომ პირველზე ძალიან მქონდა მეც ცვენა, თმის ცვენა, შერაც თქვი, მეორეზე საერთოდ არ მქონია, არ ვიცი რა იყო განსხვავება, ერთნაირად ვიღებდი მაშინაც ვიტამინებს, მერეც, მაგრამ აი არ ვიცი ხო რაღაცა პროცესები ალბათ, რომელიც კომპლექსურად მიმდინარეობს და რაღაცაზე არის ეს მერე დამოკიდებული. თუმცა ჩემ გარშემო უმეტეს შემთხვევაში ეს ცვენა არის ჩვეულებრივი ძალიან ხშირი ფაქტორი მშობიარობის შემდგომ. ხო და ეგეც აი ხა ჩვენ კი ვლაპარაკობთ რომ რაღაცა საყვარლად ცოტა რო რაღაც ეს არის, მაგრამ აი რო წარმოვიდგინო მე რა თმამსვივა აი ამ ემში აღარ მაქვს რა მელოდები. რატო ამბობ იცი რომ იმდენად ბევრი რაღაც არის რამაც შეიძლება რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზიანი მოგაყენოს, იმიტომ რომ სხვა რა ვიღაცას უყურებ ხო სარკეში ხო ვიღაცას თუ ქონდა რაღაცა სკელი ლამაზი ისეთი თმა და უცებ ხვდები რომ ერთი კინკილად მაგაბია თავზე. ეს ყველაზე ისეთი მინიმუმი და ხა ამ პერიოდში კიდე პლუს რო გტკივა და რაღაცა და რაღაცა ეს მე არ ვამბობ რომ ეს საშინელებაა ცუდია და ქალებო არ ქნათ ეს ყველაფერი. მე ვამბობ რომ ძალიან ბევრი უნდა ისაუბრონ ამაზე. ძალიან ბევრი უნდა ისაუბრონ რომ რაღაცნაირად გამარტივდეს ეს ყოფა და უნდა გაჩნდეს ესეთი ნივთები ბევრი რომ შეუმსუბუქდეს და მგონია რომ კიდევ ხილმისაწვდომი უნდა იყოს თქვათ ის ვიტამინები იქნება თუ რაღაცეები რომ უფრო მეტად შეძლონ რომ შეივსონ ეს მარაგები ქალებმა და იმიტომ რომ მე ხო ეხა როგორც შენ თქვი რომ ჯანმრთელი დედა ჯანმრთელი ბავშვი მე ჯანმრთელი დედა ჯანმრთელი სოციუმი, ჯანმრთელი ბავშვი, ჯანმრთელი სოციუმი, ხო? თუ ეს ყველაფერი ჯაჭვურად არ შეიკრა, ბოლოს მივიღებთ იმ სოციუმს, რა შეიძლება ხა დღეს ხო, ცოტა შეშლილი, ცოტა ნდემდოზული და ასე შემდეგ. მე თან ანუ ისიც არის რომ ძალიან ბევრი რაღაცის ნორმალიზება მოვახდინეთ, თითქოს აი თუნდაც მშობიარობის მერე ტკივილი, მშობიარობის მერე ეს ტანჯვა, ორსულობის პერიოდში ეს ძალიან ბევრი ისეთ რაღაცას ვიღებთ და ეს ანუ ჩვენი მხრიდანაც არის ხა ფიზიოლოგიური გადმოსახედიდან, აი როგორც თქვი რომ ორსულობის პერიოდში ანემია ნორმა არის, ესეც კი ნორმა არის, თუმცა ის რომ თავბრუსხვავები აქვს, კარგად ვერ დადის სიარული უჭირა, ბევრი ისეთი რაღაც არის, რაც ესე ერთმანეთში, ანუ კი ცუდად ხარ, მაგრამ ანუ არსებობს გზები, რომ გამოვასწოროთ და უკეთ იყო და რაღაც არ დაიტანჯოთ ტკივილიც მშობიარობის შემდგომ პერიოდში და რაღაცა ცოტა ერთი საფენით მეტი გაიკეთო ის ცივი, რომელიც უკეთესად გაგრძნობინებს თავს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ზუსტად ეგ პატარა დეტალები. კი, მე აბსოლუტურად გეთანხმები და მანდ მგონია რომ აი ყველას ჩართულობა რა ექიმის რაღაცნაირად აი ყველგან ვისი ნდობა გქონდა მაგ პერიოდში. ექიმის იყო პარტნიორის თუ აი ვის ენდობოდი?
ალბათ ექიმი, ვინც გეტყოდა მაგ ყველაფერს, ექიმს ენდობი, წარმოგიდგენთ მთელი 9 თვე დადიხარ ამ ადამიანთან ის რო გეტყვის, ავტომატურად ენდობი. თავარია გითხრას, მანდ ეგ მომენტი არის. პარტნიორი მე აი ძალიან მნიშვნელოვანი არის პარტნიორი და რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნება პარტნიორს, შენ ხარ რაღაცნაირად უფრო დაცული. მე იმიტომ რომ აი ეგ არის ზუსტად რომ სამშობიაროში ხშირად ზოგ სამშობიაროში აი იმდენად ვერ ციტყვი რო გტკივა რაღაც რა, იმიტომ რომ კაი ერთი რაღაცა ყველა არა უშავს, კარგად ხარ და ხო ყველას ტკივა და ეს კარგად ხარ კიდე უფრო ცუდად ხდის, იმიტომ არ ხარ კარგად და რაღაცნაირად ვალიდაცია გინდა რომ გაუკეთო ამ შენ შეგრძნებებს შენ ტკივილსაც და რაღაც არაფერი აი 2 დღეში კარგად იქნები რა, აი ეგ მიდგომაც რა მოხდა შემთთვის რა მოხდა რომ 20 კილო მოიმატე ხო აი რა მოხდა და ყველაფერი ერთად მერე რა ხო ხვდები და სარკეში მართლა იყურები და შეიძლება შენი თავი ვერ იცნო, იმიტომ რომ გადაღლილი წაშლილი სახე, თვალები და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებელია რომ ვილაპარაკოთ ამაზე, აუცილებელია რომ გახსნილად ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე, მეტი რესურსები უნდა არსებობდეს საინფორმაციო ქალებისთვის, ეგრევე ვფიქრობ და მამაკაცებისთვისაც ხო არის სამშობიარო სკოლები და რაღაცები, იქაც არის ეს საუბრები და კიდევ უფრო ხო მშობელთა სკოლები და იქაც უფრო მეტად უნდა იყოს აი ამ თემის აქტივაცია, რომ ის კი არა რომ აი შემთხვევით გავიგე რომ თურმე ეს რაღაც არსებობს, უნდა იცოდე თავიდან ბოლომდე რა ეტაპი უნდა გაიარო და ამიტომ არის ზუსტად რომ მეორე მშობიარობა, მეორე პოსტსამშობიარო მდგომარეობა არის ხოლმე უკეთესი და მე მგონია რომ იმიტომ რომ მზად ხარ უფრო მეტად იცი რას უნდა ელოდო და იცი რომ ეს თმა რო გცვივა არ არის კატასტროფა, იმიტომ რომ თუ მოუვლი სწორად შენ თავს და თუ მიხედავ შენ თავს და დააპრიორიტეტებ შენ თავს, ეს ყველაფერი აღდგება. მაგრამ აქ არის პრობლემა, რომ მას შემდეგ რაც გაიგებს ხალი რომ ბავშვს ელოდება, მთელი ფოკუსი გადადის ბავშვზე. ბავშვი როგორ არის? აბა ბავშვი და აი ეს ამ შენი იდენტობის კრიზისთან ერთად კიდე ეს არის, რომ ითრგუნება რაღაცნაირად აი როდის იყო ბოლოს მე გაგახსენდება რა, როდის იყო რომ შენ თავზე იფიქრე, როდის იყო რომ იფიქრე რომ საჭმელი უნდა გეჭამა, უნდა გებანავა, ეს ხო ძალიან მარტივი რაღაცებია, მაგრამ რაღაცნაირად აი მეხუთე პლანზე გადადის და თუ მრავალშვილიანი ოჯახი არის და ქალს კიდე სხვა საზრუნავიც აქვს ამ ერთი ბავშვის გარდა, კიდე უფრო მეტად უკანა პლანზე გადაყავს მე ეს შენი პიროვნება. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ქალმა იცოდეს ეს რომ მის ჯანმრთელობაზე და მის მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე ბევრი რამე არის ძალიან დამოკიდებული და პირველ რიგში უნდა დააპრიორიტეტოს ყველამ თავისი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და შემდეგ უკვე მოდის ამ ყველაფერს ავტომატურად მოყვება ბავშვების და ოჯახის კეთილდღეობა. კი, ზუსტად და ჩვენ რო გვილაპარაკი ესეთ თემებზე, მაგალითად რო გითხოვს რომ ბავშვისთვის ფსიქოლოგს მე რა უთქვამს რომ აი ბავშვისთვის მხოლოდ თავარი არის ბედნიერი დედა. ანუ თუ ბედნიერია დედა ის ავტომატურად კარგად არის რა, არ ჭირდება იმას მეტი, იმიტომ რომ ვერც აღიქვავს სამყარო სხვანაირად. ან მისი სამყარო ხო რაღაც ბევრი თვის განმავლობაში ხარ მხოლოდ შენ. მერე შემოდის ის მამაც, მერე შემოდის აღქმა სამყაროსი და ანუ მატარებელი ხარ ხო, პირდაპირ ენერგეტიკული ველი ხარ მის შენი შვილის, რომელიც იწევს ყველაფერს შენგან და ხო მე მესმის თუ და ამაზე დიდი პროტესტია ხოლმე კომენტარებში რო ვკითხულობ რომ სად ვისღარჩება ამისი დრო და ჩემი ბედნიერების და რაღაცები და მე ძალიან ვცდილობ რომ ეგ მიმართულება შეიცვალოს და დაირღვეს რომ მე მესმის რომ შვილი რაღაც მომენტში თავარი ანუ აი მე როგორ ეხლა ზუსტად გქონდა ვორქშოპი შაბათ-კვირას და იქ საუბრობდით რომ პირველ ადგილას ხარ შენ. ჯანსაღი მიდგომა არის რომ პირველ ადგილას ხარ შენ, ანუ მე. მეორე ადგილას მოდის პარტნიორი და მესამე ადგილას არის უკვე შვილი. ანუ ეს არის ჯანსაღი სისტემის წარმომადგენელი სისტემა არის ეგეთი. და თუ პირველ ადგილას გადმოდის შვილი და შენ ჩაგანაცვლა და პარტნიორს ჩაანაცვლა, ეგ იმას ნიშნავს რომ ავტომატური მიჯაჭვულობა ხდება უკვე და იქნება წრე, რომელიც არის საკმაოდ დესტრუქციული რა. და ამიტომ ეს რომ ჯერ მე ვარ, მიუხედავად იმისა რომ არსებობს, რომელსაც უნდა მე ჩემზეა მხოლოდ დამოკიდებული, მაინც პირველი ვარ მე. ანუ კი თმამცვივა და ვუმკურნალებ, მაგრამ როგორ ვუმკურნალებ? აბა რას ვაკეთებ? აბა ვის დახმარება შემიძლია, ხო? აი როგორც შენ თქვი რომ მოითხოვე.
დახმარება, ხო? ნუ ერიდებათ, ალბათ ეგ მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ ქალებს ნუ ერიდებათ დახმარების მოთხოვნა, ხო? და ძალიან ეს ფემინისტურად თუ რაღაცა კი გამომდის, მაგრამ რატომაც არა. თუმცა მნიშვნელოვანია ეგეთი რაღაც. ეხლა ალბათ ახალ თაობაში კიდე შეიცვალა ჩვენ თაობაში, ჩვენზე პატარა თაობაშიც ეგ მიდგომები, რომ უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ თავად ჩვენი მშობლების დრო შეიძლება სხვანაირად იყო, ხო? და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო წამოვა ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მეტი მინიმუმ პროდუქტი გექნება რომელიც დაეხმარება ქალბატონებს ამ ამბობის გავლაში კარგად. ხო, ეგეც არის რომ ეს ჩვენი ბოქსის იდეა საბოლოოდ ისე ჩამოყალიბდა, ეგ შეიძლება არ იყო ჩადებული მთლად, რომ უფრო რომ მივაგენით ამ პროდუქტებს, ეგ იყო ჩვენთვის ძალიან ისეთი მომოტივირებელი, მაგრამ რაც ორსულდება ქალი, სულ ყიდულობს ბავშვის რაღაცას, ბავშვის ეტლი, ბავშვის საწოლი, ბავშვის ნივთები, ბავშვი. ეგრეც უნდა იყოს, განა იმას ვამბობთ, რომ არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შენი ცენტრი ხდება მართლა სამყაროსი, როცა ბავშვი ჩნდება, მაგრამ ამ დროს ბალანსი უნდა დაიცვა, ეგ არის მთავარი რა, რომ შენი არ უნდა ჩააჩოჩო შენი თავი, შენც ისეთივე მნიშვნელოვანი ხარ, მეტად თუ არა, იმისთვის რომ ყველაფერი კარგად იყოს. ეხლა შენ რასაც ამბობ, ხო, ეგ ბალანსის პოვნა ძალიან რთულია თავიდან განსაკუთრებით რა, როგორც თქვა, იმ დონეზე იჭრება, ეს ემოციები შენში, ეს სიყვარული, ეს მენტალური არეულობა, პლუს ამას ეს უძილობა და საღად ვეღარ აზროვნებ რაღაცებს, საღად ვეღარ უყურებ, სანამ არ დაბალანსდება შენში ეს რაღაცები და ცოტა ძილი არ მოწესრიგდება და ეს მიჯაჭვობა ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი, შეიძლება ხმთლად ამასთან არ იყოს კავშირში, მაგრამ აი ეს არაჯანსაღი მიჯაჭვობებიც ხო ამბობენ, რომ ბავშვი დედაზეა მიჯაჭვული, მაგრამ დედები როგორი მიჯაჭვულები არიან ბავშვებზე, რომ მე ვიცი, რომ აი ვერ გადიან გარეთ, ვერ ტოვებენ, აღიზიანებთ, როცა სხვას აყავს ხელში, ესეც მენტალური მდგომარეობიდან გამომდინარე არის და აქ რაღაცნაირად არ ვიცი, ხა მე ექიმი არ ვარ, სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ რაღაც ჩემი გამოცდილებით ვლაპარაკობ, უფრო მეც მქონია ეგ შეგრძნებები, რომ აი გეშინია დატოვება, მაგრამ ის 1 საათი შე რო დატოვებ ფეხით გავლარდ, შენ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, აი ამ რუტინისგან თავის გარიდებაც, პარტნიორთან ერთად და მეგობრებთან ერთად ყავაზე გასვლა 1 საათით, რეალურად აი იმ ბავშვს არაფერი არ მოაკლდება ის 1 საათი და რაღაცნაირად აი ესეც ალბათ დედებმა უნდა გადალახონ საკუთარ თავში, ესეც კი გადასალახია, ხვდები რაზე ლაპარაკობთ, რომ აი ეგ მიჯაჭვობა, რომ ჩახსნა შენი მხრიდან არაჯანსაღი მიჯაჭვობა, რასაც ახლა შენ ახსენებდი, აი მაგაზეც კი სამუშაო და საფიქრალი არის რეალურად. მან შემოდის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი ერთ ვიკითხა დაგეგმილი და დაუგეგმავი ორსულობა, ხო? ანუ რას ვამბობ, იცი, დაუგეგმავი მგონია, რომ არ გაქვს თავშიც კი არ ივლებ იმას რა შეიძლება მოხდეს ორსულობის დროს ან ორსულობის შემდეგ და როცა გეგმავ რაღაცნაირად მგონია, რომ იცი, რომ აი ხა ეს მე შეიძლება ეს მოხდეს მე თუ ვცდები დაგეგმილზეც არის მე წარმოგიდგენია რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეგ ალბათ უფრო იმის ბრალია, რომ ინფორმაციის ნაკლებობა და ეს მაინც განათლების თემის ამბავი არის, თუმცა ანუ ეს ძალიან ეხ ჩემი გამოცდილება დიდად ბევრი არ არის, ხროა ვიღოს, თუმცა აი ძალიან ბევრი მინახავს დაუგეგმავზეც, რომ უცებ საერთოდ სხვა ადამიანი დამხვედრია პალატაში, ხო, კარგი, აი მეგონა რომ აი რაღაცა ამას აი თავიდან რო ვფიქრობ, რომ ამას უეჭველი დეპრესია ექნება და პალატაში რო შევსულვარ, საერთოდ სხვა ადამიანი დამხვედრია, ეგ ცულებაც მინახავს, ხო, ანუ ამაზე არ არის დამოკიდებული. ხო, მენტალური მზაობა როგორ მოიმზადები მთელი 9 თვეც მერე და ალბათ ნერვული სისტემაც როგორი გაქვს, ზოგი არის, რომ ძალიან ისეთი არ ვიცი, რასაც ახიან მაგას, ფაქიზი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებისთვის ალბათ უფრო ესეთი სენსიტიური შეიძლება იყოს ეგ გამოცდილება, თორე ხო ხა ისე ვილაპარაკეთ, რომ ავტომატურად გამოდის, რომ უეჭველი პოსტსამშობიერ დეპრესია უნდა ქონდეს, ეგრე არ არის, შეიძლება საერთოდ არ გქონდეს, ხო რა, ეგ ყველაფერი რაღაცა ინდივიდუალური кейსები არის. ვიდან ერთი არის საშუალოდ სტატისტიკა, ხა ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკა, საქართველოში არ გვაქვს ეგ სტატისტიკა. ვიდან ერთი არის, ვისაც აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ამიტომ არ არის ისეთი რიცხვი, რომ რაღაცა არა, ჩვენ ხა იმაზე არ ვერ ვილაპარაკებთ რა კარგი, ანუ პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ, ხო? თორე რა თქმა უნდა, თუ კარგად მიდის ყველაფერი და არანაირი დეპრესია და არანაირი ბეიბი ბლუზი და მოწყენა და არაფერი არ შევა, ხო იდეალურია საერთოდ. და ბოლოს მინდა ესეთი კითხვა დავსვა.
წონის მატება და წონის კლება ეს ხო რაღაც ეს ძამტკივნეული საკითხია, ხო? რა არის ჯანსაღი, რა არის არაჯანსაღი კლება ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა. ანუ პირველი ვიზიტი, როდესაც პაციენტი მიდის ექიმთან, პირველ ვიზიტზე ხდება მისი ესე წონის შეფასება და ამის შემდგომ უკვე BMI-ის გამოსვლა და ამის მერე სამი სხვადასხვა ჯგუფი გვაქვს და დასაწყისშივე ვეუბნებით პაციენტს, რომ შენ მთელი 9 თვის განმავლობაში შეგიძლია მოიმატო 11-დან 16 კილო მაქსიმუმ, ან 8-დან 10 კილო მაქსიმუმ და ვცდილობ შემდგომ უკვე ყოველ ვიზიტზე თვეში ერთხელ ხდება ეს წონის კონტროლი პაციენტთან და სულ ვცდილობთ ხოლმე, რომ აი ამ რეჟიმში ჩავსვათ, იმიტომ რომ ეს არის ჯანსაღი მატება, რაც მოწოდებული არის რეალურად. თავიდანვე ვაფრთხილებთ ყოველთვის, რომ გაზიანი სასმელები, ცამბეულები, ზედმეტი ტკბილეული ეს რაღაცები უკვე ამოიღონ, იმიტომ რომ მერე უფრო გაუჭირდებათ, იმიტომ რომ აი მეორე მესამე ტრიმესტრიდან უკვე როცა ეს წონის მატება უფრო აქტიურ ფაზაში გადადის, მაგ პერიოდში უკვე ეს მომზადებული ჯანსაღი რაციონით თუ იქნებიან, უფრო უმარტივდებათ ხოლმე ბოლოში გასვლა და რაც შეეხება იმ მშობიარობის შემდგომ პერიოდში კლებას, აი მაგას ვამბობდი თავიდანვე, რომ აი ის წარმოდგენა, რომ აი 16 კილოს ადგილზევე დაიკლება, რა შეიძლება გააჩინოს 3 და 500 1 კილოც დავამატოთ პლაცენტა და სანაყოფე სითხეები და აი რავი 5 კილოს დაიკლებ და ისე გამოხვალ კი საშუალოდ. მაგრამ დანარჩენი მერე უკვე მიდის კვების რეჟიმის მოწესრიგებით და ფიზიკური აქტივობით დაკლება. და აი თქვათ ჯანსაღი რა არის, რომ თვეში რამდენი შეიძლება რომ დაიკლოს. თუ ეგეც ძალიან ინდივიდუალურია. ეს ძალიან ინდივიდუალურია. უკვე მშობიარობის შემდგომ პერიოდში გააჩნია რამდენი მოიმატა, საწყისი რა იყო, ძალიან ბევრი ისეთი დეტალი არის მან, თუმცა და ეხა უცებ გამახსენდა ბარემ ვიკითხა, არ გამოვტოვებ ამ შესაძლებლობას. რო იკლება ხომ ორსულობის დროს აი ეგ რა ხდება? ეგეც ნახე ხდება პირველ ტრიმესტრში, როდესაც ტოქსიკოზი არის ამ პერიოდში კლება ძალიან ისეთი არის ნორმალური და ველოდებით ხოლმე და ვაფრთხილებთ ხოლმე პაციენტს, მაგრამ მანდაც არის ხოლმე რომ საწყისი რამდენი იყო და რამდენზე ჩამოვიდა BMI როგორ დაურეგულირდა და ასე შემდეგ და ბევრი ისეთი პატარა დეტალი არის ხოლმე, მაგრამ ეგეც არითმეტიკა. კი, მაგრამ ესე მარტივად ხდება უკვე ინტერნეტით. ხო, ძალიან საინტერესო. მარი, შენ იცი რა მითხარი? ქონია წონასთან პრობლემა? არა, ვერ დავიწუწუნებ. მაგრამ ვაკონტროლებდი მეც რაღაცნაირად. თუმცა ისე არ ვიყავი, რომ ესე ვუკრძალავდი ჩემ თავს რაღაცების ჭამას, მაგრამ ვცდილობდი, რომ მეტნაკლებად მეკონტროლებინა ჩემი წონა და რაღაც არ ვიცი, ამბობენ, რომ გენეტიკური ფაქტორიც არისო და არ არის ეგრე. ხო, ყველაფერია. ხო, და აი რაღაცა ვიღაცამ შეიძლება ბევრი მოიმატოს, მაგრამ ძალიან მალე ჩადგეს ფორმაში, ვიღაცამ შეიძლება ცოტა მოიმატოს და უფრო მეტად გაუჭირდეს ფორმაში ჩადგომა. არ მგონია რომ ინდივიდუალურია ჩემ შემთხვევაში წონა ნაკლები პრობლემა იყო ნამდვილად. კი ბატონო, მე მაინტერესებს სად შეუძლიათ ქალბატონებს რომ ნივთები შეიძინონ, ონლაინ არის ეს? ონლაინ არის, ჯერჯერობით ონლაინ არის, ჩვენ Instagram და Facebook გვერდზე MAMSI, ესე შეგიძლიათ რომელიც იქნება აღწერაში დალინკული. ხო. ველიზე და ვოლტზე არის ამ ეტაპზე შესაძლებელი, გვაქვს კიდევ მოლაპარაკებები და ნუ ამის შესახებ თუ როგორც გამოვა, შესაბამისად უკვე მერე გაიგებენ ჩვენი მომხმარებლები. ხო, უცრავად მგონია რომ უნდა გადავამოწმო, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, მინიმუმ რაღაც რა შეიმსება ხო ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო იმ თემაზე საუბარი, რომელიც მე გამოსტილი არ მაქვს საერთოდ და რო გითხრათ რომ ახლა მომავალში გემოვთ მოვიტყუები, მაგრამ ანუ იმდენად საინტერესო იყო, რომ ძალიან ჩავერთე და მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქალი იქნება მადლობელი ამ ეპიზოდის მოსმენის მერე და გადაგიხდით მადლობას და მადლობა რომ იყავით ჩემთან. მადლობა თქვენ. და მაყურებელს აუცილებლად ვეტყვი, რომ არ დაავიწყდეს არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება, იმიტომ რომ მე ვხედავ სტატისტიკას და ბევრი უყურებს და არ იწონებს და ძალიან მეხმარება მოკლედ არხის ზრდაში ეს ყველაფერი და არის უფასო აბსოლუტურად, უბრალოდ უნდა დააჭიროთ ღილაკზე ხელი და ძალიან გამახარებთ. მადლობა.